დასანანია, როდესაც შენი ქვეყნის არ ვიცი, მოგწონს თუ არ მოგწონს, ჯერჯერობით ეს ადამიანი არის პრემიერ-მინისტრი და ჯერჯერობით ეს ადამიანი არის იმ გემის კაპიტანი, რომელშიც ყველანი ერთად ხედავთ და იმ დროს, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მეცადინეობით, უბრალოდ რომ ვთქვათ, ნაცვლად იმისა, რომ სხვა რიტორიკით იყოს, ხო, დაკავებული და ცდილობდეს დაამშვიდოს საზოგადოება, ცდილობს სტრესს დაუმატოს სტრესი. მე ვფიქრობ, გასაკვირი ესეც საწუხარო უკვე აღარ არის ამ ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებების მოსმენა, მაგრამ ნამდვილად დანაშაულებრივია ჩემთვის, როცა იმ დროს, როდესაც ევროპული სოლიდარობის ფარგლებში ყველა ევროპული სახელმწიფო ერთმანეთს ეხმარება, ყველანი ერთად განსაკუთრებით უკრაინელებს ეხმარებიან, რითიც შესაძლებელია აგერ პოლონეთს და ბულგარეთს ბუნებრივი აირი შეუწყვიტა მაგალითად რუსეთმა და გერმანელები გამოდიან და ამბობენ, რომ უნდერვულობ ჩვენ მოგაწვით ბუნებრივ აირის მიუხედავად იმისა, რომ რისკის ქვეშ დგას ახლა გერმანიაც, რომ შეუწყვიტოს თავად გერმანიას რუსეთმა და ესეთი სოლიდარობა არსებობს და ამ დროს ვისმენთ მსგავს განცხადებებს. უაპელაციოს, საფუძველ გამოცდილს ეს ყველაფერი არის სწრაფად, რა თქმა უნდა, მტკიცედ დასამარცხებელი და მოსაშორებელი. სხვაგვარად ეს ადამიანი არ იქნება იმ პოზიციაში ჩაყენებული, რომელსაც მობეზრდება ასეთი განცხადებების კეთება. ამაში ღრმად დაწუნებული, იმიტომ რომ თუ კი რამე მას გამოსდის და რამე შეუძლია და რაიმე სახის უნარჩვევები გააჩნია, ჩემი დაკვირვებით არის მხოლოდ ეს. თუმცა ეცეთ ზოგჯერ ხშირად მიფიქრია ამაზე, რატო ასეთი მკვახე, რატო ასეთი მჭახე, ხო შეიძლება სხვანაირად თქვას, თუნდაც მიუღებელი სათქმელი. უბრალოდ სხვანაირად მას არ შეუძლია და არის ის, რაც არის. ამიტომ საზოგადოებამ აქედან სწორი დასკვნა უნდა გამოიტანოს. კიდევ ერთხელ დაადანაშაულა უკრაინელები ომის წამოწყებაში, მეტი არაფერი განსხვავებული მას არ უთქვას, რაც თქვა 25 თებერვალს კოჯორში, მან თქვა პირდაპირ და ირიბა დაადანაშაულა პრეზიდენტი ზელენსკი მარიუპოლში მიმდინარე პირდაპირ ვთქვათ გენოციდში, ხო, ამაში დაადანაშაულა და უნდა გაასაღოს ასე საზოგადოების ერთი მცირე ნაწილისთვის, რომ აი თუ კი წინა ხელისუფლება იქნებოდა მართლმსადავლებთან მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, მეორე მარიუპოლი მოხდებოდა. ანუ რა გამოდის, ხო? ამაზე ბევრი ელაპარაკის დარწმუნებული ვარ დღეს არაერთმა ასე თქვა სპიკერმა. ყველაფერი არის თავი და ბოლომდე ბრალეულობა აწვება პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს, რომელიც გმირულად იცავს თავის სუვერენიტეტს, ხო? თავისუფლებას, დამოუკიდებლობას. სხვანაირად რამე ახსნა ამ ადამიანმა, რომ შეიძლება მე ცდელობის პირობებში და შემთხვევაში გავიგო, არა, ისე თქვა, როგორც გავიგე ჩემის აზრით, ხო? დაადანაშაულა პირდაპირ უკრაინელი ხალხი, მისი მთავრობა, რომელსაც ენდობა ახლა ყველა უკრაინელი ომის წარმოებაში რუსების წინააღმდეგ. სააკაშვილი, მისი პარტია და თქვენ დაგადანაშაულოთ იმაში, რომ თქვენ აქ ომის პროვოცირებას ცდილობდით და ცდილობთ, რომ სააკაშვილი მაგიტო ჩამოვიდა აქ, მაგრამ არა, კომბინაციაში ორივეს ესხმის. მათ შორის ასეთი მკვახე ფორმით ალბათ, ჩემი აზრით, არ ვიცი, რამდენად დამეთანხმებით გამოწვეული იყო იმ სკანდალის გადასაფარადაც, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბი აქვს, ხო? იმიტომ რომ თანამშრომლობა პუტინის FSB-ს იერარქიის, ასე ვთქვათ, ბიზნეს ვერტიკალის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და თვალსაჩინო წარმომადგენელთან, როგორც არის ევტუშენკოვი, ასე შეუმჩნეველი ვერ დარჩება, თავისთავად ცხადია დასავლეთისთვის, მათ არაერთხელ გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოში არის საფრთხე იმის, რომ ჩვენ შეიძლება ვიქცეთ, სივრცეთ რუსეთის სანქციებისაგან თავის არიდების. და ეს არის პირდაპირ მტკიცებულება აღმოჩნდება, თუ კი შესწავლილი იქნება და დადასტურდება მთელი რიგი მინიშნებები, რომელზეც იყო საუბარი, ხო, ეს ხორბალი რამდენად არის, ხორბალი ასე ვთქვათ და ზოგადად აი ამ სკანდალთან მიმართებაში რამდენად ადეკვატური არის რეაქცია, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ. შეუერაღებელი თვალით ჩანს და ისმინება, შეუერაღებელი ყურითაც, ეს საკითხი მათ ძალიან აწუხებთ. გულისხმობ ხელისუფლებას და თავად ბიზინა ივანიშვილს, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საჯარო სივრცეში, მაგრამ ეს გარეშეა, რომ ის ამაზე ღელავს, ვინაიდან არ შეიძლება ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს, მით უფრო, როდესაც დიალოგში ერთ-ერთმა სუბიექტმა დაადასტურა, ხო, მსგავსი საუბარი და ეხლა ბატონი ღარიბაშვილი ჯიუტად პრაქტიკულად უარყოფს და ურთიერთგამოცხადი განცხადებები კეთდებოდა ამ ორი დღის განმავლობაში და ყველაზე ერთ-ერთი შემზარავი ჩვენთვის განცხადება იყო დაუშვათ ბატონი კობახიძეს
ეზის დაუშვათ და შემდგარი იყო ასეთი საუბარი, რა მოხდა ჩვენ ხომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან გვაქვს, თითქოს არაფერს ნიშნავს, ოდესაც სანქცირებული ოლიგარქი ურეკავს და პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირებთან შეხვედრას უკეთებს, ხო? და უწყობს უფრო სწორედ. დღეს ბატონი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ ის არ შეხვედრია მას არადა სატელეფონო საუბრებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, იქ ნათლად ჩანს, რომ მეორე ზაი, როდესაც ხორციელდება, იმ დროს უკვე მიმდინარეობდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ბატონ ეპტუშენკოვს სურდა, რომ ბატონი ივანიშვილიც კი შეხვედროდა. წარმოვიდგინეთ, ეხლა როგორ ფიქრობს მაყურებელი და თუ ფიქრობს ასე ივანიშვილს თხოვს ეპტუშენკოვი შეხვედრას დაჟინებით და ამ დროს ღარიბაშვილმა გადაამისამართა რომელიღაცა ბიზნესმენთან, რა თქმა უნდა, რომელიღაცა ხორბლის იმპორტიორი. ანუ მაგნატელს კიდევ ერთ საინტერესო დეტალია ეპტუშენკოვი როცა დაჟინებით ეუბნება რომ უნდა შეხვდო, ეუბნება რომ მას აქვს რაღაც ისეთი სათქმელი შენთვის, ჩემგან პირადად, რომელიც მან უნდა მოიტანოს მესიჯი. ანუ ღარიბაშვილი არის ის რომელიც თუნდაც მესენჯერად შეიძლება გამოდგეს ეპტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის. ეს საინტერესო დეტალია. ეს წმენის საკითხი არ არის, ეს არის უბრალოდ წინასწარ განწყობილი ხარ რომ მიიღო ვითარება, რეალობა ისეთად როგორიც არის თუ უბრალოდ თვალი დახუჭო, ხო? და მე რატომღაც ეჭვი ამეპარება რომ ეს არ არის უკანასკნელი მტკიცებულება, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ და საზოგადოება იხილავს. რაც არ უნდა ახლა ქართული ოცნების ლიდერება ისაუბრონ, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოსმენილი რუსი ოლიგარქისთვის სატელეფონო უკანონო რაღაცა ჩანაწერი არის. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა ამაზე ღელავენ და მე დარწმუნებული ვარ ამაში თავისუფალი სამყაროს არაერთი სადაზვერო სამსახური იქნება ჩართული. რატომ? იმიტომ რომ ორი ხარი არის, მესამე აღარ არის, არის კეთილი და არის ბოროტი. დადგა თავისუფალი სოფლიოს უდიდესი ნაწილი მთლიანი შემადგენლობით სიკეთის მხარეს, ეს ადამიანები არიან სოლიდარული ერთმანეთთან და განსაკუთრებით უკრაინელებთან მიმართებაში და ვინც აი ამ წესრიგს ახლა და ამ სოლიდარობას და ამ ხარდაჭერას უქმნის საფრთხეს, მე ვფიქრობ, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგივე ამ ცივილიზებულ სამყაროში რწმუნდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პოლიტიკური სისტემის დამფინანსებელი, შესაბამისად ხდება იმ კატეგორიაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს სანქციის ქვეშ, საფრთხე ბიძინა ივანიშვილის სულ უფრო და უფრო ხელშესახებად რეალური ხდება, რომ ეს ადამიანი სანქცირებული გახდება. იმიტომ დღეს სხვადასხვა მოტივაციით ექცევა ადამიანი სანქციის ქვეშ, ხო? ერთი მაშინ, როდესაც გვერდისავლით სანქციების ისინი სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა ტვირთებს მოკლედ გაატარებენ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით და მეორენი ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი პუტინთან, ხო? ბიძინა ივანიშვილს თუ კი შევხედავთ და შევაფასებთ, რომელ კატეგორიაში შეიძლება ეს ადამიანი მოხდეს, ხო? მეორეშიც და პირველშიც. პირველში, იმიტომ რომ ბატონ ეპტუშენკოვი არის ჭიდროდ დაკავშირებული ბატონ პუტინთან და გაჩნდა უკვე სერიოზული ხელშესაღები უკვე ეჭვი, რომელიც ეჭვი არსებობდა, მაგრამ ხელშესაღები ეჭვი მტკიცებულებით, რომ ეს ადამიანი რუს ოლიგარქებთან ერთად, მაშინ, როდესაც ბავშვებს, ქალებს ხოცავენ რუსები უკრაინაში, ცდილობს სანქციების გვერდის ავლით იშოვოს ფული. ამ დროს არსება კიევში. საერთაშორისო გამჭვირვალობის დღევანდელი კვლევის შედეგები, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ როგორც თავად ივანიშვილს პირადად, ასევე მასთან უშუალოდ დაკავშირებულ პირებს დღემდე აქვს საკმაოდ მსხვილი ბიზნესები რუსეთის ფედერაციაში. და ერთი წინადადებით რო შევაფასოთ, ის რაც ვიხილეთ, გუშინ და მოვისმინეთ, ეს არის დემონსტრირება, ილუსტრირება ივანიშვილის დამოკიდებულებისა და განწყობისა, რომ ის არის პუტინის მხარეს. აქაც უბრალოდ არის რამდენად ობიექტური ხარ შენ როგორც მაყურებელი და მსმენელი, დაიჯერება მას თუ არ დაიჯერება. ხა, როდესაც ხელში გიჭირავს ტელეფონი, ეს არის ტელეფონი და არა მაგალითად უთო, ხო? თანაკურსელსაც რომ დაერეკა ბიძინა ივანიშვილისთვის, თანაკურსელსაც რომ დაერეკა. ხო, იმასაც კი თუ უსურვებდა წარმატებას, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის უკვე პუტინის მხარეს. ქმედებებით ეს ჩანდა. ნიკა, ქმედებებით ჩანდა. ხო, თქვენი წინ სტუმარი. ახლა უკვე რიტორიკას მოვისმინეთ. და თქვენც მინდა რომ გაგიმეოროთ ზუსტად აი მაგას რო გავყვეთ. არ მეპარება, უბრალოდ არ ვიცნობ ადამიანს, მარტო ჩემს გარშემო კი არა, უბრალოდ ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს ვინმეა ისეთი, რომელსაც გონია რომ ივანიშვილი კონტროლი არ აქვს სიტუაციაზე და ღარიბაშვილი არ არის მისი მარიონეტი. ეს ქართულ ოცნების მხარდამჭერებს ხელს არ უშლის იმაში, რომ მოიწონოს ეს სიტუაცია და მათ შორის
ის ფაქტორი, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ივანიშვილს აქვს გარკვეული არხები და კავშირები სწორედაც რომ მოსკოვში იქნება ზევტუშენკოები თუ სხვები ამ ადამიანებისათვის გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით რეგიონში შეიძლება წარმოადგენს პირიქით გარკვეულ ლოიალობის არგუმენტს, რომ ოღონდ აქ ომი ნუ იქნება და აი ეს სისტემა, რომელიც მახინჯია თავისთავად, ჩემთვის შეიძლება არ იყოს კრიტიკის საფუძველი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი რა იმ დღეს დადო ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკის კვლევის შედეგები, რომელშიც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამოტივტივდა, რომ როცა ეკითხებიან ხალხს როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის თემას, 44% ეს არ არის ცოტა. ამბობს, რომ კარგად, დადებითად უბრალოდ. მართალია უმეტესობა ამბობს, ანუ უბრალოდ 46% უარყოფითად აფასებს ამ მიდგომას, მაგრამ 44 ასე უყურებს. თუმცა იქ სხვა ციფრებიც ძალიან საინტერესოა, რომელიც კორელაციაში ხვალ უფრო საინტერესოდ გასაანალიზებელი იქნება, მაგალითად 59% გამოკითხულების ეილის და უნდა რომ რიგარეშე არჩევნები დაინიშნოს ქვეყანაში. ისეც არ არის პატარა. კი პასუხებთ სიამოვნებით. 16%-იან მხოლოდ წინააღმდეგ. მე მოვასწარე გასულ 60%-ზე მეტი, 63%-ზე მეტი ამ უკმაყოფილოა ეს ქვეყნის განვითარების მიმართულებით. იცით რა, არ ვიქნები ალბათ ორიგინალური თუ ვიტყვი ის რომ ხელისუფლება არის იმ მდგომარეობაში რომ დამოკიდებულება კონდეს პოზიტიური რუსეთის ხელისუფლებასთან, ხო, კვლევა ზვაჩატარებული იყო, აუდიო ჩანაწერი ვიხილე, სადაც ყველაფერი დასტურდება. ამას კვლევა რა სჭირდება. მაგრამ ამავე კვლევაში დასტურდება საპირისპირო, როდესაც 90% მოსახლეობის, ანუ გამოკითხულთა 90% წუხს და აქვს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეს დიახაც რუსეთს მიიჩნევს საფრთხეთ 90%, 83% იქვე ამბობს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არის რუსეთი როგორც სახელმწიფო, ხო? ანუ ეხლა აქ ვლინდება და აქედან ირკვევა რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ერს რუსეთის ტერორისტულ მთავრობასთან, დიახაც ტერორისტული მთავრობაა და არა სხვა. მაგრამ ეშინია და ამ შიშზე კაპიტალიზდება დღეს. არ გიგეთ როგორ ზოგადად ომის წარმოება როგორც ალტერნატიული ხაზი და გზა არ არის მაინც და მაინც კარგად გასაგები უმრავლესობის ბატონო არც ამას უარყოფ დიახაც თუმცა აი გემივახსენე სულ თავში და გავიმეორე თქვენის ნებართვით ომის პირობებში როდესაც ხელისუფლება არის იქ სადაც არის ანუ მართვის სადავეებთან ჩვენ მოგწონს თუ არა თქვენს გიორგი მეც და თითოეული მოქალაქე ვართ იმ გებში რომელსაც კაპიტნობს ბიძინა ივანიშვილი ხო და რა თქმა უნდა აქ გინდა არ გინდა რაც უცნაურად მოეჩვენოს ქცნობიათ გულშემატკივროს ამ ადამიანს რომ ნიკა შეგეგამათებით რომ საინტერესო იყოს თქვენ თქვით რომ რომლის კაპიტანიც არის ივანიშვილი თუ ამ გემზე მყოფ ადამიანებს მიგვაჩნია რომ მან ეს კაპიტნობა მიიტაცა სახელმწიფო მიიტაცა და მიყავ ზუსტად იმ მიმართულებით რის საწინააღმდეგოთა ჩვენ გაცურვა გვინდა რომ გავახციოთ და ამას ადასტურებს ზუსტად აი ეს პროცენტი 90% ზუსტად მაშინ რა შვება ის ხალხი რომელსაც მიაჩნია რომ მიმტაცებელი დგას ახლა ამ საჭესთან დიახაც კი გეთანხმებით ის 90% ზუსტად იმას ფიქრობს რომ მიმართულება არის არასწორი აღებული ამ გემის კაპიტნის მიერ ხო და როდის ხდება ეს ყველაფერი მაშინ როდესაც აი თუნდაც რამდენიმე დღის წინ კიევში მართლაც სენსაციური შედეგი დავთარდა შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან, როცა იქ ჩავიდა ამერიკის თავდაცვის მინისტრი და სახელმწიფო მდივანი და შეხვედრის დასრულების შემდეგ მართლაც გონია ისტორიული განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაა, რომ რუსეთი იმდენად დასუსტდეს და დასუსტებაში გულისხმობდა დამარცხებას, რომ მან ვეღარას შეძლოს მსგავსი რამის ჩადენა, რასაც იგი ჩადის უკრაინაში, სოფლიოს ვერცეთ წერტილში. ეს იმდენად მოულოდნელი იყო და გამოუგნებელი ამერიკელი ჟურნალისტებისთვისაც კი, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველს და მრჩევლის უსაფრთხოების საკითხებში აპარატს დაზუსტებისთვის კითხვა გაუგზავნეს და კომპეტენტურმა იქაურმა უფლებამოსილმა პირმა, ანუ შესაბამისად წყარომ დაადასტურა დიახ
თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების საუბრობდა პრეზიდენტ ბაიდენის სახელით და იქვე დაამატეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაა, და ხა გეტყვი რატო ყვები ამ ყველაფერს, გადაწყვეტილებაა, რომ გაანადგუროს რუსეთის სამხედრო ინდუსტრია, რომ მრავალი აწეული მას ძალა და ილაჯი აღარ ქონდეს უბრალოდ გააკეთოს საკეთებს, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო იმდენად, რამდენადაც აი დასავლურმა ელიტებმა ეს მიიღეს გზავნილად, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იბრძვის და არ ეხმარება უკრაინას ამ ომში რუსეთის, ანუ პუტინის დასაშოშმინებლად მხოლოდ. მოდი ვაღიაროთ, რომ საწყის ეტაპზე ომის დაწყებიდან არც თუ ისე მცირე პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო განწყობა, რომ იქნება აღმოსავლეთი უკრაინა იქ ჩანდა, რომ ვეღარ იქნებოდა შენარჩუნებული თავშივე და შევინარჩუნოთ დასავლეთ უკრაინა და კიევის ჩაბარების შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენ უკრაინელ პარტნიორებს, მაგრამ ეს დრამატულად დამოკიდებულება ახლა შეიცვალა და მთელი მსოფლიო არის გაერთიანებული, დაარქვეს თავისი სახელი, რომ მტერი არის მტერი კაცობრიობის და რა დაერთო ამას საბუთად ამ გადაწყვეტილებას. 2014 წელი, გიორგი, ძვირფასო მაყურებელო, 2014 წელი, სადაც თავისუფალი მსოფლიო წარმომადგენლობა იგივე ქალბატონმა მერკელმა, მაშინდელმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ოლანდმა პრაქტიკულად ჩააბარეს უბრძოლველად მისცეს შესაძლებლობა პუტინს მიიღო ყირიმი და იმ დროისთვის ოკუპირებული დონბასის ნაწილი, მაგრამ კი არ დაშოშმინდა პუტინი და ამაში დაარწმუნდა ყველა, მათ შორის ამერიკელი და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი. დაარწმუნდა კი არ დაშოშმინდა და კი ვერ გააძღა პუტინი პირიქით გაუჩნდა ცხოველური მადა, რომ იქცეს იმპერიალისტად კლავ და მიხვდნენ, რომ თუკი ახლა ისინი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ და ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული ისტორიული განცხადება რატო იყო? იცით, იმიტომ რომ ყოველთვის ევდებოდნენ მსგავსი ტიპის განცხადების ასე პირდაპირ გაკეთებას რუსეთის წინააღმდეგ, მით უფრო თავიანთი სამართლიანი ეს რა სიგნალი უნდა ყოფილიყო ქართული პოლიტიკისთვის? აშკარად არ გამოუტანეთ არასოდეს ამერიკელებს თავიანთი სამართლიანი სტრატეგიული გეგმა. აი ეს მოვლენები ცოტა მომივიდა, მიმოხილვა ამ რეალობის, აი ეს მოვლენებია, მთელი სოფლიო დარაზმულია, დაარქვეს ყველაფერს თავისი სახელი და ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ რუსი ოლიგარქები სანქცირებულნი არიან ძალიან მისაღები იმ სახელმწიფოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს სხვაგვარად. რა უნდა გავაკეთოთ? გასაგებია, უნდა ჩავებათ, რა თქმა უნდა, იმ მატარებელს, რომელსაც ახლა შეუერთდა მთელი თავისუფალი სამყარო. ამ წუთის მდგომარეობით ჩვენი ხელისუფლება რასაც არ უნდა ცდილობდეს შიშის გაღვივება საზოგადოებაში, რომ იცით რა, ომი იქნება, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, თუ ნაციონალურ მოძრაობა მართვის ადამიანებთან მოვა. ამ ყველაფერს ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ყურადღების მიქცევის შემთხვევაში იმდენად რამდენადაც ამას შეიძლება ჩვენ დაგვაკომპლექსოს, ეს ნიშნავს მაშინ, რომ უნდა შევეგუოთ, რომ სუვერენიტეტის ხარისხი ის ელემენტარული, რაც კი ამ სახელმწიფოს შემორჩენია, საერთოდ აალდება. ბოლო კითხვა დაგისვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ისე არ მინდა ეს საუბარი ცხადია დაამთავრდეს და ამ სტრატეგიული ამოცანის პარალელურად თქვენ გაქვთ გადაუდებლად მნიშვნელოვანი სხვა ამოცანა. ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. დღეს სახალხო დამცველთან არსებულმა კონსილიუმმა თქვა, რომ ვითარება არის დამძიმებული და შეიძლება განვითარდეს ძალიან მძიმედ. რა გეგმა აქვს ნაციონალურ მოძრაობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის პირველ რიგში მე მინდა კაფიო ვიყო ჩემს პოზიციაში და ვთქვა, რომ ის რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის სჭირს, ეს სჭირს ამ ხელისუფლების, ბოროტმოქმედი ხელისუფლების გამო და ეს პოსტტრამბული რეალობა, რომელიც მას შეექმნა სწორედ იმიტომ, როგორც ექცეოდნენ ამ ადამიანს თვეების განმავლობაში და ამტკიცებდნენ საავადმყოფოში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე, რომ ის გამოჯანმრთელდა და ძალდატანებით გადაიყვანეს უკან ციხეში და არა და ექსპერტები, ადგილობრივი ექსპერტები ამის წინააღმდეგი იყვნენ და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გასაგებია, ჩემთვის ძალიან დასანანია, ჩემთვის უამრავი ადამიანის ძალიან სამწუხაროა, რომ პუტინის ტყვის გათავისუფლების პროცესი გახანგრძლივდა და ეს არ აღმოჩნდა მარტივი პროცესი. თუმცა ყველა ფრონტი, რომელიც უნდა იყოს გავარვარებული მიხეილ
სააკაშვილის დაახსნის გამო იქნება ეს დიპლომატიური ფრონტი, იქნება ჩვენ პარტნიორთან აქტიური საუბარი და იქნება ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის მიმართულება აუცილებლად მიაღწევს იმ ნიშნულს, როდესაც ხელისუფლებას მოუწევს ადამიანის მართლაც გაჭირებაში ყოფილი ადამიანისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილია, თვალის გასწორება. ეს ყველაფერი მას უბრალოდ არ გამოუვა. ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილი ქონდა იმედი, მიხეილ სააკაშვილი გაწყდებოდა. ხელისუფლებას წარმოდგენილი აქვს, რომ რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც პროგრესირებს მისი დაავადებები სხვადასხვა ყოველდღიურად. მაგრამ ქონდა იმედი, რომ ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილი ვერ გაუძლებდა ძალიან ბევრი ადამიანი მის გარშემო. მე დარწმუნებული ვარ და ალბათ გვისმენს ახლა მიშა ამ ყველაფერს ძალიან ღირსეულად კარგი გაგებით ვამბობ, დაუსხდება ამ დაავადებებსაც, ამ ტყვეობასაც ჩვენი აქტიური თანამონაწილეობით იგი გამარჯვებული გამოვა. მალე ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ამაში დიდ როლს ითამაშებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სხვადასხვა თაობები ჩვენი ქვეყნისა, ვისაც მიაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც უსამართლოდ არის ტყვეობაში, მის გვერდში უნდა დადგეს. ეს იქნება უფროსი თაობის წარმომადგენლობა თუ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლობა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სწორ დღეს, სწორ მომენტში საერთაშორისო მხარდაჭერით ჩვენ ხალხი ქართველი ვიტყვით, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და წასისა, ჩვენ სიტყვას ჩვენ არ მიცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ ჩვენ შევწყვეტ ისტორიის წინაშე. ჩვენ არ მიცემთ ჩვენ თავს იმის უფლებას, რომ მთელი ცხოვრება ჩვენ ვიყოთ დამნაშავეები. არის თუ არა ეს გარკვეული მინიშნება დიდ აქციაზე თუ რა ზოგადად? ყველა ტიპის ღონისძიება, რომელიც მოიმსახურება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, შესაბამისად ამ ქვეყნისთვის სტაბილური თანამედროვე ევროპული დასავლური მომავლის უზრუნველყოფას, ეხლა შეთხოვით არ ვამბობ ამას, ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლის შენარჩუნება უდრის ნამდვილად სტაბილურ ევროპულ განვითარებას. ამიტომაც მაქვს მათ შორის გულუბრყვილოდ არა, ხო გააჩნია სტადიას. არ არის ეს გულუბრყვილო იმედი. ქალბატონი ზურაბიშვილის მათ შორის შეუძლებელია ქალბატონი ზურაბიშვილი ამ ეტაპზე მაინც ვერ აცნობიერებდეს პატივისცემა მას, მაგრამ ჯერა რომ იგი გადადგოს შესაბამის ნაბიჯს. ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვა, რომ იცით რა, ხალხის ნების და მიხედვით მიიღებს იგი გადაწყვეტილებას, ერთ-ერთ მიტროპოლიტ შეხვდა ტორშტები და მეუფეს და ამ მეუფემ გააკეთა ეს განცხადება, თუ კი ამაში უნდა ქალბატონ ზურაბიშვილს დარწმუნდეს, თუ რამდენი ადამიანი არის სოლიდარული და რამდენი ადამიანი არის ხარდაჭერი ახლა მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში მყოფის, ის აუცილებლად ამას დაინახავს. მათ შორის ახალგაზრდების აქტიური თანამონაწილეობით და ორი სიტყვა შემიძლია არ თქვა ახალგაზრდებზე, იცით აი ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათად მესმის ახალგაზრდებზე, სად არიან ახალგაზრდები, რატომ არ იჩენენ შესაბამის ინიციატივას, რატომ არ იბრძვიან ჩვენს მაგივრად ან ჩვენს გვერდით. იცით, სანამ აი ესე პრეტენზიას წაუყენებდით ახალგაზრდებს უნდა ვიცოდეთ რა ხალხზე ვსაუბრობთ თავისუფალ ამაღ დამოუკიდებელ ხალხზე ახალგაზრდებზე რომლებისთვისაც ისე გარკვეულ შემთხვევებში უბრალოდ უინტერესო არის ინსტიტუციური რაღაცა ნორმებიც კი გარკვეულ შემთხვევებში და ისინი არასოდეს არ ექცევიან ვიღაცის გავლენის ქვეშ. ეს არის ახალი თაობა. სწორედ ამიტომ მოხდა 9 აპრილი და ამას მიეძღვნა 30 წლიანი თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომ ასეთი ახალგაზრდები მიგვეღო ჩვენ სახეზე, რითიც უნდა ვამაყობდით და არ უნდა ვაკრიტიკებდეთ. ეს ერთი, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ეს თაობა ხედავს რომ მათი ჩართულობა აქტიური არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც, დიახაც ბევრჯერ უკვე დაამტკიცეს. იყო საჭირო აიკაპიცეს ხელები და ყელამდე ტალახში ჩადგნენ, როდესაც ბუნებრივი სტექის შედეგებს ებრძოდნენ. იყო საჭირო პირველები გამოვიდნენ, როდესაც გავრილოვი ჩარჯდა იქ, სადაც არ უნდა ჩამჯდარიყო. როდესაც მათ თანატოლს უჭირს, ისინი ერთიანდებიან, როდესაც პოზნერი არ ვიცი კაც ელაც წელავს, ისინი პირველები გამოდიან და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ისტორიული უსამართლობის, აი ეს აღმოსაფრთხებლად, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ახალგაზრდები თავიანთ სიტყვას იტყვიან და ჩვენ თუ გვინდა უკეთესი მომავალი გიორგი და მე ეჭვამეპარება რა თქვენ პირადად გინდათ და
უდიდეს ნაწილს საზოგადოების ან ვინმე რატო არ უნდა უნდოდეს უკეთესი მომავალი, ჩვენ უნდა გვინდოდეს ისეთი მომავალი, როგორც სურთ ახალგაზრდებს, ხო? თუ კი ახალგაზრდებს სურთ ის მომავალი და ეს ვიცით, მაშინ ასეთი მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ კი არ უნდა დავიყენოთ ახალგაზრდები და ამაზე კი არ უნდა გამოვთქვათ პრეტენზიები, არამედ ჩვენ უნდა დაუდგეთ ამ ახალგაზრდებს. იქნება ასეთი ურთიერთგაგება, იქნება შედეგები ძალიან სახარბიელო ამ ქვეყნის განვითარების მრავალწლიან, ასე ვთქვათ, პერსპექტივაში. დაველოდოთ ახალგაზრდების აქტიურობას. მადლობა. დავამთავროთ, იმიტომ რომ გული მწყდება არ ისახურებს ეს თაობა კრიტიკას, იმიტომ რომ ამ თაობას დაუმტკიცებია არაერთხელ უახლოეს წესულშიც კი. დიდი მადლობა.